იშვიათად ვამჩნევთ იმას, თუ როგორ ვსაუბრობთ საკუთარ თავთან. და ეს სწორედ ის შინაგანი ხმა, ის ჩუმი დიალოგი, რომელიც ფონად მიგვყვება, განსაზღვრავს თითქმის ყველაფერს. ჩვენს რეაქციებს, გადაწყვეტილებებს, მდგომარეობებს, ყველაფერ იმას, რაც ჩვენს ენერგიას საჭიროებს. გარეგნულად შეიძლება მშვიდად გამოიყურებოდე, ცდილობდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ თუ ნაცნობი შინაგანი ხმა ისევ კარნახობს, ისევ არ გამომივიდა, ვერ გავუმკლავდები, ჩემში რაღაც ისე არ არის, როგორც საჭიროა და ასე შემდეგ, სხეული ამაზე უფრო ძლიერად რეაგირებს, ვიდრე ნებისმიერი რეალური მოვლენა. ნერვული სისტემა ვერ ანსხვავებს, შენ მართლა საფრთხეში ხარ თუ უბრალოდ უხეში სიტყვა უთხარი საკუთარ თავს. მისთვის ეს ერთი და იგივეა. დასაინტერესო ისაა, რომ როდესაც შენ ცვლი შინაგანი დიალოგის თუნდაც ერთ ელემენტს, იცვლება არა განწყობა, არამედ ქმედების მთელი ტრაექტორია. და ეს არა იმიტომ, რომ შენ აიძულე თავი პოზიტიურად გეფიქრა, არამედ ტვინს უჩნდება კიდევ ერთი საყრდენი წერტილი, მშვიდი და არადესტრუქციული. ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ აზრები, რომლებიც გონებაში მოსდით, არის რაღაც აბსტრაქტული და ცხოვრებაზე ისინი პირდაპირ გავლენას არ ახდენენ. მაგრამ რეალობა სხვაგვარად მუშაობს. აზრი მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს სიგნალია, რომელსაც ნერვული სისტემა აღიქვამს როგორც ინსტრუქციას. რამეს თუ უხეშად ეუბნებით საკუთარ თავს, სხეული იკუმშება. თუ ეჭვი გეპარება თავში, სუნთქვა ხდება ზედაპირული. წარმოიდგენ ყველაზე უარეს სცენარს, ტვინი იწყებს სტრესული რეაქციების მთელი სპექტრის გამოვლინებას, თითქოს ეს ხდება აქ და ახლა. და აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ. შენი შინაგანი დიალოგი განსაზღვრავს, თუ რომელი მდგომარეობიდან ცხოვრობ. არა მოვლენები, არა გარემოებები, არც გარშემომყოფი ხალხი, არამედ ზუსტად ის, რასაც დაძაბულობის ან გაურკვევლობის არჩევის მომენტში ჩუმად იმეორებ გულში. როდესაც შიგნით ჩვეულებრივი კრიტიკა ჟღერს, სხეული ცხოვრობს გადარჩენის რეჟიმში. უხალისოდ იქცევი, ემოციები გიმძაფრდება. შენი გადაწყვეტილებები ხდება თავდაცვითი ხასიათის. მაგრამ როდესაც შინაგანი ხმა მშვიდდება, შენში იქმნება ჩვეულებრივი ადამიანური სივრცე, რომელშიც შეიგრძნობ საკუთარ თავს, შეჩერდები, დამშვიდდები და დაინახავ სიტუაციას არა შიშის პოზიციიდან, არამედ სიცხადის მხრიდან. სწორედ ამიტომ ცვლილება იწყება არა მეტი შრომის ან ძალისხმევის მერე, არამედ შენი შინაგანი დიალოგით საკუთარ თავთან. ეს უპირველესი და უმარტივესი მომენტია, რომლითაც ყველაფრის გარდაქმნა და განახლებაა შესაძლებელი. ყველაზე დიდი სირთულე აზრების შეცვლა არ არის. ყველაზე რთულია იმის შემჩნევა, როდესაც ძველი შინაგანი ხმა ისევ ჩაირთო, რადგან ის ირთვება ავტომატურად, სწრაფად, ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად. და აქ არის მარტივი გზა, რომელიც მუდმივად მუშაობს და ეს არის სხეულის ენა, მისი რეაქცია. ნუ უყურებ ფიქრებს, შეხედე სხეულს. შეგიძლია ფიქრებს არ უსმინო, მაგრამ სხეული ყოველთვის ძალიან მარტივად იძლევა გაშვების მომენტს.
სხეულს აქვს მხოლოდ 3 ძირითადი სიგნალი. მკერდის არეში მცირე დაძაბულობა. თითქოს მკერდი წამით შეიკუმშა, რითიც ძველი დამცავი დიალოგი გააქტიურდა. მუცლის ან მზის წნულის არეში მცირე დაჭიმულობა. ეს ნიშნავს, რომ გონებამ დაიწყო ძველი აზრების განმეორება. სუნთქვის დაკარგვა 1-2 წამით. მცირე პაუზა, თითქოს სუნთქვა შეიკრა. ეს 3 მაჩვენებელი ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია. შენ შეიძლება ვერ მიხვდე, რა აზრი შემოვიდა შენს გონებაში. ამას არც აქვს მნიშვნელობა. თავარია, რომ სხეულმა მიგანიშნა ძველი სცენარის წამოჭრის შესახებ და როდესაც დაიჭერ ამ მიკროსიგნალს, შენ გიჩნდება შესაძლებლობა გააკეთო ის, რაც ადრე იყო შეუძლებელი. შეაჩერო არასასურველზე ფიქრი. ეს არ არის ბრძოლა, არც კონტროლი, არც ნეგატივთან ბრძოლა. ეს არის ის, რომ შენი სხეულის რეაგირების წყალობით ამჩნევ მომენტს, როდესაც ავტომატიზმი ირთვება და გადართავ მას სხვა ტალღაზე. ანუ სხვაზე გადაიტან ფიქრს პოზიტიურ აზრზე. ეს არის პირველი ნაბიჯი შინაგანი თავისუფლებისკენ. როდესაც ეს მიკროსიგნალი დაიჭირე, შეკუმშვა, სუნთქვის შეკავება, მსუბუქი დაჭიმულობა არ ეცადო რამის გამოსწორებას. ზუსტად ამ მომენტში ცდება და იბნევა ადამიანთა უმრავლესობა. ისინი ფიქრობენ, რომ საჭიროა მოდუნება, პოზიტიური ფიქრები, სწორი სუნთქვა და ამ დროს ადამიანი ისევ ხდება გონებაში, კონტროლის იმავე ყულფში, საიდანაც ცდილობს თავის დაღწევას. სწორი ნაბიჯი ძალიან მარტივია. უბრალოდ გაჩერდი, 1 წამით, არაფერი არ გააკეთო, არაფერი შეცვალო, არაფერი გამოასწორო. უბრალოდ იყავი იქ, სადაც ხარ და აი რა ხდება თითქმის ყისიერად. პირველი, სხეული თავად ახდენს მიკრო ამოსუნთქვას. თითქოს გეუბნება, მადლობა, როგორც იქნა შეწყვიტე ბრძოლა. მეორე, დაძაბულობა წყვეტს ზრდას. მაშინვე არა, მაგრამ თანდათან ის ქრება. მესამე, აზრი კარგავს ძალას. ის ცდილობს გაგრძელებას, მაგრამ შენ აღარ აძლევ ამის ნებას. უბრალოდ აჩერებ მას და ეს არის ის მდგომარეობა, ის წერტილი, რომელსაც ყოფნას ვუწოდებთ. არა სუნთქვა, არა მოდუნება, არა ბრძოლა, არამედ ძველი სცენარის უგულებელყოფა. შენ ჩერდები მხოლოდ 1 წამით და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ავტომატიზმი გაითიშოს. და აქ ხდება რაღაც ჩუმი, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილება. შენ ისევ ხდები ის, ვინც ამჩნევს. შენ ხდები დამკვირვებელი და არა ის, ვისაც ფიქრები იზიდავს. მნიშვნელოვანია გააცნობიერო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც შეამჩნევ შენ შინაგან მოძრაობას, იმპულსს, რეაქციას, დაძაბულობას, ფიქრს, შენ ხვდები იმ ადგილას, სადაც იწყება რაღაცის ცვლილება. არა მოქმედებებში, არა გადაწყვეტილებებში, არც უკეთესად გახდომის მცდელობაში, არამედ ამ 1 წამში, სადაც შეგიძლია ძველი სცენარების შეჩერება. ეს წამი მცირეა, მაგრამ ნებისმიერ ძალისხმევაზე უფრო ძლიერი. რადგან ამ მომენტში შენ არ იბრძვი, არც ცდილობ რეაქციის შენარჩუნებას, არც ცდილობ არაფრის გამოსწორებას. უბრალოდ ჩერდები, აჩერებ გონების ხმაურს, არ ქმნი ახალს, უბრალოდ აძლევ ძველს გაქრობის საშუალებას. ეს არის ზუსტად ის წერტილი, სადაც ადამიანი წყვეტს ცხოვრებას ავტოპილოტზე
და პირველად საკუთარ თავს უბრუნდება. არა საკუთარი თავის ხატებისთვის, არა საკუთარ თავზე ფიქრისთვის, არამედ იმ შვიდი და მარტივი ყოფნისთვის, საიდანაც სამყარო აღარ აღიქმება საფრთხედ. ამის შემდეგ უცებ შენთვის აშკარა ხდება ის, რომ რეალობა კი არ ახდენს შენზე ზეწოლას, არამედ შენი შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ხედავ მას. და იმ მომენტში, როდესაც ბრუნდები იმ ერთ შვიდ წამში, აქ და ახლა, მე აქ ვარ მომენტში, ყველანაირი შემთხვევითობა ქრება. შენ ისევ ხდები შემოქმედი და არა რეაქცია ან პერსონაჟი. და ეს არის ის საფუძვლიანი შემოbrunება, საიდანაც ნამდვილად იწყება ახალი ცხოვრება. ძვირფასო, გთხოვ გამოიწერო არხი, მოიწონო ვიდეო და გააზიარო. მოდით ერთად გავავრცელოთ სინათლე და სიყვარული ჩვენს ლამაზ პლანეტაზე და დავეხმაროთ ერთმანეთს ცხოვრების შემსუბუქებაში და გალამაზებაში. გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას.